როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ჩვენს ორგანიზმზე? ალკოჰოლი იწვევს მრავალ სიმპტომებს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლეხნიანი, ხანგრძლივი ან მუდმივი. ეს დამოკიდებული არის მის რაოდენობის მიღებაზე და მიღების სიხშირეზე. პირველი აქედან და ყველაზე მოკლე სიმპტომები არის, რა თქმა უნდა, რომელიც ნერვულ სისტემას ეხება. ესენი არის ძირითადად კოორდინაციის დარღვევა, ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, ასევე არის მეტყველების შეზღუდვა და ასევე შეიძლება იყოს ძილიანობა ან პირიქით სიფხიზეც გამოიწვიოს. ასევე გულისცემას გაზდა ხდება, სახის სიწითლე შეიძლება მოიმატოს, ასევე ხშირი არის დიარეა, კუჭის ტკივილი და გულისრევაც. დიდი რაოდენობის ალკოჰოლის მიღება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ალკოჰოლიზმს, რომელსაც გააჩნია როგორც ხანგრძლივი სიმპტომები, რომელიც რამდენიმე თვიდან რამდენიმე წელი გრძელდება, ან შეიძლება განვითარდეს უფრო მძაფრ, უფრო ქრონიკულ, მუდმივ სიმპტომებში. ხანგრძლივი სიმპტომები არის მეხსიერების დარღვევა, ძილის დარღვევა, მონელებელი სისტემის დარღვევა, გულისცემის და წნევის მომატება, ასევე არის მუდმივი დაღლილობა, რეპროდუქციული სისტემის შემცირება და დაზიანება და ასევე ზოგადად ტესტოსტერონის შემცირება. ქრონიკული ალკოჰოლიზმი გამოიწვევს მუდმივ სიმპტომებს, როგორიცაა დემენცია, ღვიძლის ციროზი, გულის კუნთის დაზიანება, ძვლის სიმტკიცის შემცირება, ფერმენტების ნაკლეობა პანკრეასში, ასევე კიბოს განვითარების რისკი.